დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა რადიოელექტრონული დაზვერვის ბრიტანულ თვითმფრინავებთან River Joint-თან რუსული თვითმფრინავების Su-27 CM-ის და Su-35-ის მიახლოების კადრები შავი ზღვის თავზე. ლონდონში განაცხადეს, რომ რუსი პილოტები სახიფათოდ და უგუნუროდ მოქმედებდნენ. ბრიტანული მხარის მტკიცებით ერთ-ერთ მომენტში რუსულმა გამანადგურებელმა მათი თვითმფრინავის ცხვირთან 6 მეტრში გაიფრინა. შემდეგ მომენტში კი იმდენად მიუახლოვდნენ, რომ RC-135W ავარიული სისტემები ამუშავდა და ავტოპილოტი გაეთიშა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სიტუაციაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკავშირის ლიდერებს დაუგზავნა წერილი კიევისთვის ახალი წინადადების შესახებ, სრულყოფილი წევრობის ნაცვლად, რასაც უკრაინას ძლებია ელოდება ასოცირებული სტატუსი. უკრაინელი მოხელეები შეძლებენ მინისტრების სამიტებსა და შეხვედრებზე დასწრებას, მაგრამ ხმის მიცემის უფლება არ ექნებათ. სრულყოფილი წევრობა უახლოეს წლებში არ იქნება. ევროპელები ამას აღარ მალავენ. როიტერსის ცნობით, ფრიდრიხ მერცმა წარმოადგინა წინადადება, რომ უკრაინას მისცემენ ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსს, როგორც დროებითი ეტაპი ქვეყნის კავშირში გაწევრიანებამდე. ევროპელი მოხელეები გულწრფელად აღიარებენ, რომ უკრაინისთვის სრული წევრობის მინიჭება უახლოეს წლებში არარეალისტურია. ბერლინი ცდილობს რაიმე ალტერნატივის მოძებნას, მაინც რომ ტყუილის აღიარება არ მოუწიოს. ბლოკში სრულად გაწევრიანება უკრაინისთვის უახლოეს რამდენიმე წელიწადში არარეალისტურია, ასე მიაჩნიათ ევროპელ მოხელეებს. სწორედ ამიტომ წარადგინა გერმანიის კანცლერმა კიევისთვის ასოცირებული წევრობის მინიჭების წინადადება, წერს სააგენტო. თავის წერილში მერცი ამას დროებით გადაწყვეტილებას უწოდებს და ამბობს, რომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის. ჩემი წინადადება ასახავს უკრაინის კონკრეტულ სიტუაციას ქვეყნის, რომელიც ომის მდგომარეობაშია. ეს დაგვეხმარება გავაიოლოთ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთანხმებული სამშვიდობო გადაწყვეტილებების ფარგლებში, დაწერა მერცმა. როიტერსი ასევე აღნიშნავს, რომ ასოცირებული წევრის სტატუსი საერთოდ არაა გათვალისწინებული ევროკავშირის წესებით. ის ნულიდან უნდა შექმნან. ეს კი ნიშნავს ბიუროკრატიულ მავთულხლარდებს და მრავალწლიან შეთანხმებებს, წერს სააგენტო. ერევანში ყარაბაღელი სომეხი არტურ ოსიპიანი დააპატიმრეს, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი ფაშინიანს შეხვედრისას უსაყვედურა ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის გამო. ოსიპიანის ადვოკატის თქმით, პოლემიკის შემდეგ ფაშინიანი მწყობრიდან გამოვიდა და ოპონენტის შეურაცხყოფაზე გადავიდა. თავად ოსიპიანი კი 2 თვით დააკავეს. მას ედავებიან ხულიგნობა, სალადობისკენ მოწოდებას და წინა საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლას. ნატოს წევრები პანიკაში არიან და მუშაობენ საიდუმლო გეგმაზე იმ შემთხვევისთვის, თუ კი შეერთებული შტატები ალიანსს დატოვებს. როგორც ბრიტანული ჟურნალი ეკონომისტი წერს, ევროპელებს ამერიკული გარანტიების აღარ სჯერათ. დონალდ ტრამპმა უკვე გააუქმა 4000 ჯარისკაცის გაგზავნა პოლონეთში, ხოლო გერმანიიდან 5000 ჯარისკაცი გახყავს. ნატოს გენდივარმა მარკ რუტემ ფაქტობრივად აკრძალა ამ საკითხის განხილვა ვაშინგტონის შიშით. მაისის დასაწყისში ტეხასში ბლეკჯეკის ბრიგადის ჯარისკაცმა საპოლკო დროშები მოხსნეს. 4000 ტანკისტი პოლონეთში გასამგზავრებლად ემზადებოდა ნატოს რუსეთისგან დასაცავად. 2 კვირის შემდეგ ამერიკამ საპირისპირო სიგნალი გააგზავნა. სამხედროების გაგზავნა გაუქმდა, წერს გამოცემა. ტრამპი მეორე ვადის დაწყებისთანავე ეჭქვეშ აყენებს სამხედრო ალიანსის მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ საკუთარ ვალდებულებებს. მას შემდეგ კი რაც ევროპამ უარი უთხრა ირანთან ომში დახმარებაში, პროცესი დაჩქარდა. მოკავშირეებს გათვლა ჰქონდათ დროზე, ფიქრობდნენ ჯარების გაზრდას და ამერიკული დაზვერვის და თვალთვალის შეცვლას. ირანში ამერიკელების მიერ რაკეტების დიდი რაოდენობით ხარჯვა აფერხებს მოკავშირეების მიერ რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებასაც, წერს ეკონომისტი. ტრამპის მუქარი ჩოკირებულები ევროპელებს ახლა არა მხოლოდ ამერიკის უმოქმედობის ეშინიათ, არამედ მისი აქტიური წინააღმდეგობისაც. გრენლანდიის კრიზისმა ჩვენ გამოგვაღვიძა. გავაცნობიერეთ, რომ გეგმა B-ს შემუშავება აუცილებელია, განუცხადა გამოცემა შვედმა თავდაცვითმა მოხელემ. რამდენიმე ევროპული არმია უკვე ქმნის საიდუმლო სტრუქტურებს ბრძოლის წარმოებისთვის ამერიკული დახმარების და ნატოს სამეთაურო ინფრასტრუქტურის გარეშეც კი, რომელიც სასარდლო საკონტროლო ჯაჭვი უნდა გამოვიყენოთ, თუ კი ამერიკა ნატოს ბლოკავს. კითხულობს კიდევ ერთი ჩინოსანი თავდაცვის სფეროდან. ალტერნატივის როლს სულ უფრო ხშირად უწინასწარმეტყველებენ ბრიტანეთის გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებს. ამ კოალიციას, რომელიც 10 ქვეყნის
ქვეყნებისგან შედგება ნატოს კონსენსუსის გარეშე შეუძლია მოქმედება. როგორც 2023 წელს ამ ორგანიზაციის მაშინდელმა მეთაურმა ბრიტანელმა გენერალ-მაიორმა ჯიმ მორისმა განაცხადა, შეუძლია სიტუაციებზე რეაგირება კონსენსუსის გარეშე, გვახსენებს გამოცემა. თუმცა მოხელეების თქმით ბრიტანული არმია დაავადებულია ძველი მამულის სენით. ხედვა არის ფული, არა. გერმანიას და საფრანგეთის გარეშე საეჭვოა ამერიკული დახმარების ჩანაცვლება შეძლოს. შეკავებას, რომელიც გათვლილია იმაზე, ვინც დასახმარებლად არ მოვა, შეკავებას ვერ დაარქმევ, წერს ეკონომისტი. შეერთებულმა შტატებმა ბრალი წაუყენა კუბის რევოლუციის ერთ-ერთ ლიდერ რაულ კასტროს. ჰავანაში რუსეთის ელჩს ვიქტორ კორონელის მიაჩნია, რომ ეს კუბაზე ზეწოლის გაზრდასთან დაკავშირებული ვაშინგტონის პოლიტიკაა. ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაცია ასეთია. შეერთებული შტატების გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა დოდ ბლანშმა კასტროს წინააღმდეგ არსებული ბრალდება გამოაცხადა. შეერთებული შტატების ბრალდების თანახმად 94 წლის კასტროს სიკვდილის დასჯა ემუქრება. ბრალდება აგებულია 1996 წლის ტრაგიკულ ეპიზოდზე, რომელსაც კუბელების თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს კუბელი ემიგრანტების კუბური უფლებადამცველი ორგანიზაციის ძმები გადარჩენისთვის 2 თვითმფრინავი. კუბის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აქტივისტები, რომლებიც პროვოკაციებს აწყობდნენ და საინფორმაციო ბარათებს ყრიდნენ, მისი საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ამერიკისთვის ერთ-ერთი საკვანძო არგუმენტია ის, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით თვითმფრინავებს საერთაშორისო სივრცეში შეუტიეს. იმ დროს რაულ კასტრო კუბის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, რის გამოც ამერიკული მართლმსაჯულების აზრით ის პასუხისმგებელია შეტევაზე ბრძანების გაცემაზე. კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას კანელმა კასტროს წინააღმდეგ ბრალდებას პოლიტიკური მანევრი უწოდა, რომელსაც მისი აზრით შეერთებული შტატების გამოიყენებს კუბის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის. ტრამპი ამტკიცებს, რომ კუბასთან სიტუაციის ესკალაცია არ მოხდება. ამასთანავე მან განაცხადა, რომ ამერიკა კუბას ათავისუფლებს. თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომ სამართალი იზეიმებს. ტექსტში მოხსენებულები არიან დონალდ ტრამპის მიერ ნეიტრალიზებული ამერიკის მტრები, რაულ კასტროს და ნიკოლას მადუროს ფოტოები მონიშნულია წითელი წარწერებით ბრალდებულები. ამერიკის საჰაერო სამხედრო ძალები ფლოტის შემადგენლობაში ნერგავენ ლაზერის იარაღს და მისით უკვე აღჭურვეს სწრაფმავალი სამხედრო ხომალდები, რომელთაგან 2 ირანის ნაპირებთან არის. ამის შესახებ წერს Warzone. გამოცემის მონაცემებით სისტემები განთავსებულია როგორც გემებზე, რომლებიც მსოფლიოს საკვანძო ადგილებში საბრძოლო ამოცანებს ასრულებენ, ასევე გეგმიური მომსახურების ხომალდებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონებს, სადაც უპილოტო თვითმფრინავების მაღალი აქტივობაა. ამგვარად, ხომალდები USS Spruance და USN John Finney ირანთან ახლოს არიან. 2026 წლის 28 თებერვლისთვის ამერიკა სირიელის ოპერაციის ეპიკური რისხვის მიმდინარეობისას აამოქმედა მოწყობილობა ოდინი ტომოჰავიკის ფრთოსანი რაკეტების გამოშვებისას. ლაზერითაა აღჭურვილი UCC გრიდლიც, რომელიც კარიბის ზღვაში პატრულირებს. დანარჩენი ხომალდები არიან პორტებში, თავიანთ მისამართებზე ან ტექნომსახურეობაზე. 9 ხომალდიდან უმრავლესობა აღჭურვილია სისტემით ოდინი. ესაა დამაბრმავებელი ლაზერი, რომელიც განკუთვნილია დაზვერვის ოპტიკური გარდაქმნების და შემტევი უპილოტო საფრენი აპარატების თვითდაზიანების ინფრაწითელი ქობინების დეზორიენტაციისთვის. თელიოსის სისტემით ჯერჯერობით აღჭურვილია მხოლოდ USS პრებელი. ის იაპონიაშია ბაზირებული. ეს გაცილებით მძლავრი მოწყობილობა ინტეგრირებულია ეიგისის მართვის სისტემაში. მას შეუძლია არამხოლოდ დაბრმავება, არამედ ფიზიკური დაწვა ჩქაროსნული კატერების კორპუსების და დრონების ჩამოგდება. ცდების დროს USS პრებელმა წარმატებით გაანადგურა 4 მიზანი. პენტაგონი 2027 წლის ბიუჯეტი მასშტაბურ ხარჯებს ითვალისწინებს ამ სფეროში ახალ გამოგონებაზე. პრიორიტეტულ პროექტებს შორისაა 150 კილოვატის სიმძლავრის საკონტეინერო ლაზერები ფრინავი რაკეტებისგან დასაცავად. ზემძლავრი 300-500 კილოვატის სისტემების შექმნა პროგრამა JBCS-ის პროგრამის ფარგლებში. ხომალდ საწინააღმდეგო რაკეტების განადგურებისთვის სპეციალიზებული ლაზერები, პროექტი ჰელკები. სტატიის ავტორი წერს, რომ იმავდროულად
შესაძლებლად ლაზერებს მთელი რიგი ხარვეზები აქვთ, რომლებიც ზღუდავენ მათ გამოყენებას. მათ შორისაა ის, რომ მოქმედების მანძილი მოკლე აქვს. ეფექტიანი მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე მილის მანძილზე, რაც ლაზერს თავდაცვის მხოლოდ ბოლო ზღვარის იარაღად აქცევს. დამოკიდებულია ამინზე, ნისლი, წვიმა და ღრუბლიანობა მკვეთრად ამცირებს სხივის სიმძლავრებს. ზემოქმედებისთვის სჭირდება დრო. რაკეტებისგან განსხვავებით, ლაზერმა უნდა გააჩეროს სხივი მიზანზე რამდენიმე წამის განმავლობაში, რომ დაწვას ის, რაც ართულებს მასირებული შეტევების მოგერიებას. ტექნიკურად მყიფეა. მოწყობილობებს აქვთ უამრავი დელიკატური კომპონენტი, რაც შტორმებსა და საბრძოლო მოქმედებებში უკარგავს მათ მაღალ სანდოობას. მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალები ლაზერებს განიხილავენ როგორც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან დამატებას, რაც იაფფასიანი დრონების მოგერიებისას ძვირადღირებული რაკეტების დაზოგვის საშუალებას იძლევა.